ვისი სულის ფესვები სწორედ აქ არის ღრმად გადგმული, ვინც სიყრმაწვილიდან ეზრიარა ძველი თბილისის სპეცს, მისი ყოველი კუთხე კუნჭული დღემდე სათუთი და შთამბეჭდავია. ალბათ სწორედ ეს გახლდათ ის ამაღლებული იმპულსი, რომელმაც ბესიკის მოედანზე ამ უბანში გაზრდილ თბილისელთა ერთი ჯგუფი მატვილკაცობის მოგონებებთან შესახვედრად შეკრიბა. ყველა სიხარულით მოვიდა. რა არის ეს ბავშვობის გახსენება, ახალგაზრდობის, რაღაცა ძალიან სანატრელის გახსენება თუ რა? ყველაფერი ერთად. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ ჩვენი ქალაქის თბილისის სიყვარული. ეს გახლავთ ნოსტალგია ჩვენი ბავშვობის, ჩვენი ახალგაზრდობის და აი იმ საოცარი სიტუაციისა და ურთიერთობების, რაც ჩვენ ქალაქში არსებობდა. ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება გვახსოვს, როგორც ამ ბაღიდან, ისე უბნიდან საერთოდ. ეხლა ძალიან გული მწყდება, რომ ძველი უბნელები ძალიან ცოტანი დარჩით თითო. წავიდნენ, გაიფანტნენ, გადავიდნენ ახალ რაიონებში, აქ ახალი ხალხი დასახლდა. ბუნებრივია, იმ ახალ მოსულს ის სიყვარული აღარ აქვს. ამ ბაღში მაგალითად ჩემმა ვაჟმა, მხატვარია გუგა კოდელიშვილი, 15 ძირი თუ არა ვცდები, იასამნის ნერგი იყიდა. მოიტანა და დარგო თავის ხელით. არც ერთი ნერგი აღარ არის. ამოთხარეს მოიპარეს. აქაც ერთი სიტყვით აი ამ ბაღის მაგალითზეც ნათლად ჩანს ის დამოკიდებულება, რაც სამწუხაროდ დაინერგა ამ ბოლო ხანებში ჩვენი ქალაქის მიმართ. ძალიან იცვალა ქალაქმა სახე უარესობისაგან. რა ვიცი ერთი სიტყვით, მე ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჩვენმა ტელევიზიამ მოიცალა აი ესეთი საკითხებისათვის და დიდ მადლობას გიხდით, რომ შემახსენეთ ჩემი ბავშვობა, ჩემი ახალგაზრდობა და ჩემი ძველი თბილისი.